მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ევროსაბჭოს ხდომაზე საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ. 15 ივლისს ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართება, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხს განიხილავენ. ინფორმაცია ევროპული საბჭოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. გავრცელებული განცხადების თანახმად, საბჭო განიხილავს საქართველოში არსებული ვითარების და განიხილავს შესაძლო ზომებს ქართული ოცნების მიერ მზარდი რეპრესიების პასუხად. სამიტის ფარგლების ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება. საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ახალ შეთანხმებას. 20 ივნისის იგივე გავრილოვის ღამის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, იქ საგამოძიებო მოქმედებები სტრასბურგის სასამართლოს დავალებით ტარდება. პროკურატურა ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობითა და იარაღით გადამეტების ფაქტზე დაადგინა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში. პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის დაზარალებულთა მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ღონისძიებების სწორად დაგეგმვისა და ძალის გადამეტების დადგენის მიზნით. უწყებაში ირწმუნებიან, რომ დამატებით კომენტარს მალე გაავრცელებენ. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალში სპორტული მოედნის მშენებლობისთვის 100.000 ლარის დახარჯვა იგეგმება. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით სპორტული მოედანი 2 თვის განმავლობაში უნდა მოაწყოს გამარჯვებულმა კომპანიამ და ფეხბურთისა და კალათბურთის საჭირო ინვენტარით აღჭურვოს. წინადადებების მიღება 15-18 ივნისს იწარმოებს. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევით ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ორშაბათამდე.